მე შემიძლია გითხრათ რომ იმენა არ არსებობს. ამის თანხა უნდა გქონდეს მოკლედ რა. ძალიან ობიექტურად ვაფასებ ყველაფერს. ეს კონკრეტული მოტოციკლები ჩემგან ორიანი. ბოდიში და შეება და გამორიცხული. დაგიბრუნდით მორიგი ეპიზოდი. დღეს განხილვაში გვექნება თავის კლასში ერთ-ერთი საუკეთესო ხულიგანი პერფექციონისტებისთვის Triumph Street Triple 765 RS 2020 წლის. პირველ რიგში დავიწყოთ მონაცემებით. ამ კონკრეტული მოტოციკლეთის წონა არის 166 კილოგრამი მშრალი წონა. გვაქვს 121 ცხენის ძალა, რასაც დამეთანხმებით რომ ამ წონასთან შეფარდებით ძალიან მაგარი მონაცემია. ასევე ნიუტონი გვაქვს 79. დასაწყისშივე ვთქვი რომ ეს კონკრეტული მოტოციკლეთი არის თავის კლასში საუკეთესო, სრული გადაჭარბების გარეშე. თავის კლასში ეს მოტოციკლეთი არის უკონკურენტო. გვაქვს უკანა ამორტიზატორი Olinsi STX40, წინ გვაქვს შოვას ამორტიზატორი, სრულიად რეგულირებადი არის ორივე ამორტიზატორი, როგორც წინ ასევე უკან. სამუხუჭე სისტემასაც შეეხება, გვაქვს Brembo M50-ები, სტილემა არ არის, მაგრამ არც არაფრით არ ჩამოუვარდება, ესე ვიტყოდი. გვაქვს ასევე quick shifter-ი, როგორც ზემოთ, ასევე ქვემოთ. მე არ მინახავს ამ კლასში მოტოციკლეთი, რომელსაც quick shifter-ი უმუშავებს ბევრად უფრო კარაქივით ვიდრე Triumph-ებს. ამ კონკრეტულ მოტოციკლეთს აქვს 5 რეჟიმი. პირველი არის წვიმის რეჟიმი, მეორე არის ქალაქის რეჟიმი, ანუ road-ი. გვაქვს ასევე სპორტი, ტრეკი და ასევე გვაქვს რაიდერი, რომელზეც თქვენ თვითონ შეგიძლიათ დააყენოთ რეალურად ესა თუ ის კონკრეტული რეჟიმები. გვაქვს გამშვები Leo Winchester-ი, რომელსაც ფანტასტიკური ხმა აქვს და ამას აუცილებლად მოისმენთ ვიდეოში. ასევე გვაქვს Rizoma-ს მთლიანი პეგების სისტემა, რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურება, თან კარბონებში არის და იდეალურად ზის ვიზუალში. ერთი რაც მინდოდა მე თქვა, არ ვიცი თქვენ რამდენად გაინტერესებს მოტოციკლეთის სპეციფიკები, მაგრამ მე პირადად ესე ვუყურებ ამ საკითხს და იცოდეთ რომ ჩემ არხზე ყოველთვის ესე იქნება, ანუ სპეციფიკებზე დიდი საუბარი არ გვექნება, იქიდან გამომდინარე რომ სპეციფიკები შეგიძლიათ შეხვიდეთ პირდაპირ Google-ში და ჩაწეროთ და ნებისმიერი ინფორმაცია მოიძიოთ თავისი ისტორიით და ასე შემდეგ. მე პირადად ეს არასდროს არ მაინტერესებდა, ყოველთვის განხილვას უყურებდი ისეთ, სადაც არის ემოცია და შეიგრძნობ იმ ყველაფერს რეალურად რაც საჭიროა. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ სპეციფიკაციები და უფრო სიღრმისეული განხილვები, ნუ მიწყენთ, მაგრამ ჩემი ფორმატი ესეთია მოკლედ. ახლა კი უკვე დროა გადავარდეთ მოტოციკლს და რეალურ პირობებში გამოვცადოთ, გავტესტოთ და გავწუროთ და გავიგოთ ამართლებს თუ არა იმედებს ეს კონკრეტული მოტოციკლეთი. წავედით. მოკეთ გავუყვეთ ეხა გზას და გზადაგზა რაღაცები გავიარო და თან გავწუროთ როგორც შეიძლება. ამაზე სასიამოვნო მოტოციკლეთი იმენა არ არსებობს. ეხა ჩემთვის ზოგადად ეს მოტოციკლეთი უცხო არ არის. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი სტრიტი. აი, არ ვიცი რა, უზომოდ შეყვარებული ვარ. ეხა ვინმეს არ ეგონოს რომ დღეს ასაც ვილაპარაკებ, სუბიექტური აზრი იქნება, ძალიან ობიექტურად ვაფასებ ყველაფერს, მაგრამ აი მომიყვანეთ ნებისმიერი თავისი კლასის სტრიტი, რომელიც აი ამაზე მაგარი იქნება, პროსტა გამორიცხულია. მოტო ჯერ მარტო ისეთი მანევრული არის, ისეთი რბილია და ისეთი სასიამოვნო სატარებელია, პროსტა არ ვიცი რა. აი ამ მოტოზე რო ჯდები, ჩამოსვლა აღარ გინდა რა. არის სასწაული, ბიჭო, სასწაული. არ ვიცი რა, ამ მოტოზე ვინც იძახის რომ არ ვარგაო, ავიც მებო, გემოვნებაში რავი, ჩემგან ორიანი. იმიტომ რომ ამაზე კომფორტული მოტო, რავი მეორე არ ვიცი რა, აი ჯერ მანევრში და ვაფშე როზიხარ, აი ისეთია, რომ აი არ ვიცი, მინდა რომ შევჭამო, ჩავეხუტო, აი რაღაცა სასწაული მოტოციკლეტი არის. აი თან როგორია, იცი? ჩქარა გინდა სიარული, წავა, კომფორტულად გინდა სიარული, ბაზარი არა, აი რავი, რაც გაგიხარდეს, აი ყველაფერს აკეთებს ვაფშე რა, აი აბსოლუტურად ყველაფერს. მოიმე ზემოთ ამოკრა არის, აი quick shifter-ში ისეთი ხმა აქვს, რომ აი ბოდიში და შეება და
ეხლა ვიღაცებს ეს ხმა არ რევასებათ ჩემი, აი პროს რა 4 ცილინდრი ბიჭო ხმას უსმინე. და ჯერ ტორმუზები ნახე ბიჭო, იმენა აკალავს ბიჭო, იმენა ყინავს ადგილზე. სასწაულია. კაროჩე, აი ეს არის სტრიტი, რომელიც არ ვიცი, ყველას უნდა ყავდეს გარაჟში რა. პროსტა რავი ხმით უნდა იკაიფო კი არა რავი ამ მოტოთი რითი ვერ უნდა იკაიფო პროსტა აზი არა ან მოტო არის შექმნილი იმისთვის რომ იმენა გასიამოვნოს რა მოკლედ ძმდებო ვინც ტრიუმფზე არ მჯდარ ხართ და ისე იძახით რომ ეს მოტოციკლეტი არ ვარგა აი რავი პროსტა დაჯექით ერთხელ და მეორეჯერ დაждდომა თუ არ მოგინდებათ რავი არ ვიცი მაშინ რაღაცა გემონებასთან გვაქვს დიდი პრობლემები რა. პროსტა აი სადაც გაიხედები იქ მიდის. ანუ პროსტა აი ხა უსმინეთ, აი quick shifter-ს ზემოთ რო ურთქან პროსტა რა ხმა აქვს დო. ნახე ბიჭო, ნახე, აი მარტო ამის გამოგის ბიჭო, ამის ყიდვა რო აი ეს ხმა აქვს. ვარგაო ბიჭო მე ცხვის როგორ ეწევა ბიჭო თან როგორ სმუდ ეწევა აი პროსტა იმენა წამოაგდე და იმენა აი როგორ პლავნად და გემრიელად მიდის იცი აი რავი რა თავს როგორ შეგაყარეს იცი ეს მოტოციკლეტი რომ აი აღარასდროს აღარ მოგინდება ამ მოტოს გაყიდვა რა აი პროსტა რა დებილი ვარ ბიჭო რამ გამაყიდინა ჩემი ტრიუმფი პროსტა რამ გამაყიდინა მოდი რა ვილაპარაკოთ უცებ რა აქ მინუსები იმიტომ რომ პლუსებს ისედაც ხედავთ და ჩემ ემოციებსაც ხედავთ რა ანუ ბევრს ვერ ვილაპარაკებ დღეს ჯობია უყუროთ და ისიამოვნოთ ამ ხმებით და ამ ყველაფრით რა ერთადერთი რაც არ მოწონს მოგეთ დეშბორდზე ეს აბაროტები ძალიან წვრილად არის და ფაქტობრივად არ ჩანს და აი ერთადერთი ანუ ძალიან ცუდად ხდება რა თვალში ვაფშე ვერ ხედავ ანუ ძალიან წვრილად ჩანს რა და ფაქტობრივად იმენა ვერ ხედავ მანევრი აქვს ანუ სასწაული ბიჭო ჰენდლინგში არის რაღაცა სასწაული ბიჭო ანუ ტორმუზებზე ხო აღარ ლაპარაკობ იმენა აი ამ ტორმუზებს შეგიძლია იმენა ინდო რა აი მოსახავებში რაღაც ადგილებში ისე ყარია რომ ბევრ ადგილში იმენა ვერ გაურისკავ რა აი ეს მოსახავებში რო ხდება ეს რაღაცები არასწორებს რა მაგიტო ვიძახი ტრეკი არის მაგარი რა სულ მინიმუმის მაინც იცი რომ საფარი იქნება კარგი აი ესეთ მოსახავებში აი გიჟივით როგორ შედიხარ თხამე პროსტა მე ვერ ხვდები რა შეიძლება ისეთი დამპალი წვრილი ქვიშა დაგხვდეს რომ გაგაცუროს ეგრევე გიჟივი. მაგრამ როცა არატრეკის პირობებში გაზავთ, მაქსიმალურად ყურადღებით და ფრთხილად უნდა იყოთ მაინც რა. ანუ 100%-ით ნუმიენდობით ღმერთს ესე რომ ვთქვათ რა. თქვენს გათვალეთ რა ბევრი რაღაცა. ხა კი გავიგე რომ მოსახლეში შესვლა სწრაფად კარგია და ისე რომ ვერ ხედავ იქით რა ხდება, მაგრამ არ შეიძლება რა. ტრეკზე ბაზარი არა იცი რომ რო გამოყვა მოსახლეიდან წინ მანქანა არ დახვდება. ავი ძროხა ან რა ვიცი მე რაღაცა. როგორი კონტრასტი არის ქვემოთ ზედა სითბო იყო და აქ თოვლიდეს. როგორ შეიძლება რომ ამ მოტოციკლიდან მოგინდეს ჩამოსვლა, პროსტა ანუ აი შემიძლია მთელი დღე ვიკატაო, ანუ აი იმენა არ მომბეზდება რა.
მოგეთ ეხლა აქ ნელა უნდა ვიარო, იქიდან გამომდინარე რომ ესეთი კი ხედავთ რაც ხდება გზაზე მოკლედ და მოდი გადავტელეპორტეთ სხვა ადგილას. მოკლედ გადმოვტელეპორტით, მაგრამ მე ვასება ეს ტრანჟი შენი რა. მოკლედ რაც არ უნდა იყოს, ამ მოტოზე ვერ ვიტყვი რა, მოკლედ ცუც რა. აი სასწაული მოტო არის მართლა, აი თავს შეგაყვარეს, აუ ერთი ნახუთ შეგიყვარდება რა. რახმაკ, ბიჭო რახმაკ. ერთადერთი რაც შემიძლია ეხა ამაზე მინუსები ვთქვა, ზოგადად მოტოს არ ეხება, უფრო ბრენდს ეხება, იმიტომ რომ ტრიუმფს აქვს ძალიან გაბერილად უაზრო ფასები, ანუ ნაწილებზე რა, ძალიან ისეთი დეტალიც კი შეიძლება ისეთი უაზრო ფასი ღირდეს, რომ მე რა გამოშტერდე რა. რაც საკმაოდ დიდი ტკივილია. კიდევ ერთი რაც არის ამ კონკრეტულ მოდელებში, ნუ ზოგადად ახალ გენერაციებში, რომელსაც უკვე STFT ეკრანები აქვს, ძალიან გრძნობიარე არის და ძალიან დიდი მოვლა ჭირდება. ხშირად კონდენსატს იკეთებს შიგნით და ნუ ეს თუ დაგეწვა всё რა ჩათვალე მინიმუმ 1000 ევროში ხარ გადავარდნილი სადღაც თუ სწორად მახსოვს. ანუ სპიდომეტრი თუ დაგებრიდა всё მოტოციკლს ვეღარ ქოქავ რა. თორე თელი ტვინი და ყველაფერი შიგნით აქვს. და სხვა მოტოციკლზე ხო შეგელია მაგალითად პირობითად სპიდომეტრი დაიკიდო ვაფშე და სპიდომეტრის გარეშე იარო, მაგრამ ამითი ვერ ივლის. მოკლედ სპიდომეტრი გებრიდება, მოტო აღარ ყავს რა. ასევე აი ეს პატარა ჯოისტიკი ალბათ ხედავთ, ესე ძალიან გრძნობიარე არის და დროთა განმავლობაში თუ კერხერით მაგალითად ძალიან ახლოდან რეცხავ და ასე შემდეგ, ნუ მოკლედ ამანაც შეიძლება გაჭედვა დაიწყოს. თუ და კონკრეტულად ეს მოტოციკლეტი ისეთი სვეჟი არის, რომ აი რავი, ეგეთი სვეჟი მოტოციკლეტი კაი ხანია, არ მინახია. ამ მოტოს პატრონს ჩემგან იმენა რესპექტი, შენაირ ადამიანს უნდა ყავდეს მოტოციკლეტი რა. მე ვერ ვიტანხობე, როცა მოტო ყავთ და აი რო კიდიათ რა. აი მოტოს ეთქობა რომ იმენა მოვლილია შვილი. ნაკაწრი არა აქვს იმენა 1Z და რავი ყველაფერი მუშაობს იდეალურად. ნუ ზოგადად ფორუმებზე ასევე წერდნენ რომ ამ კონკრეტულ TFT ეკრანს ლაგოები აქვს, რაღაც მომენტში ლაგავს. ამ კონკრეტულ მოტოციკლებზე რავი არაფერს არ გაულაგავს და ყველაფერი იდეალურად მუშაობს. ხო დანარჩენი რავი ახლა მინუსები ხო ვიძახი რა, ჩემთვის ეს მოტო არის აი ზე იდეალური. ამაზე მაგარი სტრიტი ამ კლასში რა შეიძლება იყიდოს, ანუ მე არ მაქვს ჰიპერნეიკედებზე საუბარი და სტრიტ ფაითერებზე რა. MT-09 სპეს ახალს იმენა არ შეადაროთ რა. აი ვაფშე სხვა რაღაცა არის რა. ის არის იმენა ხულიგანი ვირიშვილი და ეს არის აი თან ხულიგანია, მაგრამ თან აი რაღაცაერი დასტოინი ტიპი არის და ეგეთი უნდა იყოს რა. ერთი სიამოვნება არის მარტო ამის სიჩქარეებში გადართვა ზევით ხვებოთ, აი რავი, ჯერ მარტო მაგითი იღებს სიამოვნებას, იმდენად რბილად და კარაქივით მუშაობს. და კიდევ მინდა ვთქვა რომ ძალიან ბევრ რაღაცას ეხლა რეალურად თქვენ კამერაში უყურებთ, მაგრამ ჩემი თვალები ხო სხვა რაღაცას ხედავს ეხლა. აი ეხლა წესია და ან წესია ვერ ხედავ, იმიტომ რომ ზემაჭყიტეს მაგალითად თვალებში. კამერას კიდია. ბევრი იძახის ხოლმე რომ მიდი და მიდი როგორია, აბა ვერ ხედავ და. თქვენ კამერის გამოსახულებას ხედავთ, იმას კი ვერ ხედავთ, ჩემი თვალი რას ხედავს. მე ზოგადად კიდე ბრმად რაღაცების კეთება არ მიყვარს. მოდი ახლა გადმოგსვათ, როგორც ყოველთვის. მოკლედ, რა ვიცი, ალბათ ვიდეოში ახლა ყველაფერს მიხვდებოდით რეალურად, ჩემ რეკომენდაციას და ჩემ ემოციებს კი დაინახავდით და მოისმენდით და ასე შემდეგ. დასკვა თქვენ თვითონ გამოიტანეთ რეალურად ღირს თუ არა მოტოციკლეტის ყიდვა, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული მოტოციკლეტი ყველა იმ ნებისმიერ თეთრად ღირს, რა თეთრსაც გადაიხდით მოკლედ ამ მოტოციკლეტში, იმიტომ რომ უსაზღვრო ემოციები არის, უსაზღვრო კომფორტი არის და არ ვიცი რავი, აი ზე იდეალური მოტოა მოკლედ რა. ერთადერთი ის არის, რომ ამ მოტოციკლეტს როცა ყიდულობ სერვისების და რამე გაგიფუჭდეს, ამის თანხა უნდა გქონდეს მოკლედ რა, იმიტომ რომ შედარებით ძვირი ღირს, მაგალითად, თუნდაც Kawasaki-სთან და თუნდაც, რავი, Yamaha-სთან შედარებით რა. ერთადერთი არის ეს, თორე დანარჩენი, აი, არ ვიცი რა, რავი, კი ნახავდით ვიდეოში, როგორი კმაყოფილი ვარ და კიდევ ერთხელ ვიძახი, ხა ეს მოტო ჩემთვის უცხო არ არის, მყავდა ესეთი და, რავი, მოტო არის სასწაული. აი, მართლა სასწაული. Middle naked ბაიკებში ეს მოტოციკლეტი არის ტოპ. აი, იმენა ტოპ რა. სხვა ვერც ერთი ამის კლასის მოტოციკლეტი იმ ემოციას ვერ მოგცემს, რასაც ეს იძლევა. იმედი მაქვს, რომ ვიდეო მოგეწონათ, წინ კიდევ უფრო ბევრი საინტერესო ვიდეოები გველოდება, როგორც კი გამოთვება, ვლოგებზეც გადავალთ, მოგზაურობაც იქნება, მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო გასვლები გვექნება, მოკლედ მარტო მოტოციკლეტების ტესტ რაიდებით არ შემოვიფარგლებით. კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდი მადლობა იმ თბილი კომენტარებისთვის, რა კომენტარებსაც ვიღებ ამ ბოლო ვიდეოებზე. აი, რა ვიცი, გულს ისე ათბობს, რომ მეტი არ შეიძლება და ჩემთვის ეს ხელა мотиваცია არის, თქვენ უბრალოდ ვერ წარმოიდგენთ. ხარისხს რაც შეეხება, რა ვიცი, კიდე ყოველ დღე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ კიდე უფრო და უფრო მაღალი ხარისხი შემოგთავაზოთ და მოკლედ, აბა შემდეგ ვიდეომდე შევხვდებით, როგორც ყოველთვის, შაბათს 10:30-ზე. აბა დროებით.